შენ თვითონ სულით და გულით უნდა გინდოდეს. აი ის უნდა გინდოდეს, რასაც შენ მერე გააგრძელებ შენ ცხოვრებაში. თქვენ აერჩიეთ ბიზნესი, ხო? რადგან თქვენ ბიზნესი აერჩიეთ, ვიღაცამ გირჩიათ, რომ ბიზნესის მიმართულებას მიყევითო. და ძალიან კარგად ურჩევიათ და ძალიან კარგია. ამ დროს თქვენ გინდათ თქვათ ბიზნესი. მამა თქვენი ამ ბიზნესში გეუნება, მე კაცო პროკურორი ვარ და წამოწოლილი ვარ მთელი ჩემი ცხოვრება და მილიარდელი გავხდი და რა გინდათ ეს ბიზნესი, შენც ესე გააგრძელე, არ დაუჯერო. შენ რაც გინდა ის ისწავლე და იმ გზით იარე. რომელიც აი მაგალითად ძალიან კარგი პროფესია ექიმობა. თქვათ, ხო, უკეთესი პროფესია არ არსებობს დღეს, თან ყველას რო გამოადგები, მაგრამ ამისკენ არ გაქვს მიდრეკილება. შენი მიდრეკილება არის ბიზნესისკენ და ფული შეუნისკენ და ბიუჯეტში ფული შეტანა, ადამიანების დასაქმება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არის ადამიანები, ხო, ბიზნესი არ უნდათ ექიმობა. იმას როცა ის ჩაიფიქრებს, რომ მე ექიმობა მინდა, ხელი არ უნდა შეუშალოთ, იმიტომ რომ იმას სისხლში აქვს, რომ უნდა გახდეს ექიმი. ახლა მაგალითად პოლიციელი. პატარა ბიჭებს ახალგაზრდას მოწონს პოლიციელი, რადგან იარაღი უდევს, რადგან მიდის და გააჩერებენ საბუთს ანახებ და პოლიციელი ვარ და მიბრძანდი ბატონო. ეს ახლა ახალგაზრდებს მოწონს. მაგრამ შენ თუ პოლიციელად არ დაიბადები, არ გინდა პოლიციელობა. თუ შენ სულით და გულით მოტივირებული ხარ, პოლიციელი გინდა გამოხვიდე, მაშინ ისწავლე იურიდიულზე და გახდი პოლიციელი. ესაა ჩემი პასუხი. გასაგებია და შემდეგი კითხვა მინდა დაგისვათ სწორედ აი ამ ვიდეო ჩანაწერებთან დაკავშირებით. ჩვენს TikTok-იდან გიცნობთ უმეტესად, ჩვენი თაობა სწორედ ასე გიცნობთ და მაინტერესებს აი როდის მიხვდით, როდის გაიაზრეთ პირველად, რომ აი ეს მარკეტინგულ სტრატეგიად გექციათ, ასე ვთქვათ, ეს ვიდეოები, TikTok-ის ტრენდები, როდის მიხვდით, რომ ძალიან დიდი გავლენა აქვს მართლა და თქვენი ცნობადობაც ერთიორად გაიზარდა, ასე ვთქვათ, ამ მიდგომის შემდეგ და მარკეტინგულ სტრატეგიად როდიდან აქციეთ? მე ვიყავი მე სიმართლეს გეტყვით, იმიტომ რომ ეს მეტყვილი არასდროს არ მithქვი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს კითხვა. მე ვიყავი ერთი ჩვეულებრივი ოჯახის შვილი. ისეთი საშუალება ჩვენ არ გქონდა, რომ იტყვიან ახლა დიდი ფულის პატრონი არ ვიყავით, ვიყავით ჩვეულებრივი რიგითი მოსახლე ვიყავით რა და არ იყო ის საშუალება, რაც სხვებს ჰქონდათ. ამ